ასალამუ ალეიკუმ ვარაჰმათულლაჰ. Ყველაზე მაგრად მიყვის იმ ხალხის, იმ ათეისტების, ან საერთოდ ჯამში არამუსლიმანების, რომლებიც ეძახიან, რომ ისლამი არის არაბული რელიგია, ან არის განკუთვნილი მხოლოდ არაბებისთვის. მე მაინტერესებს საწაიკითხეს ეგეთი რაღაცა. მაგალითად, ჩვენ ყურანში წერია, რომ მოზენაის ღმერთი იძახის, ეუბნება მუჰამედს, ვამა არსალნაკა ილა რაჰმათან ლილ ალამინ. ჩვენ გამოგიზარდეთ შენ როგორც წყალობა ყველა ხალხისთვის, კაცობრიებისთვის, სამყაროებისთვის. აქედან ჩვენ ხედავთ, რომ ისლამი არის მარტო მხოლოდ და მხოლოდ არაბების. დღეს სუბლიოში არის 2 მილიარდი მუსლიმანი. იქიდან 15% ნაკლები არიან მხოლოდ არაბები. დანარჩენი ნებისმიერ სხვა ეროვნების არიან, ამერიკელები და ასე შემდეგ, ნებისმიერ ეროვნება. და ზოგიერთ ხალხს გონია რომ ხა მუსლიმანი არის, ანუ ადამიანი არის მუსლიმი, უნდა იცხოვროს როგორც არაბი, იფიქროს როგორც არაბი, ჭამოს ისაც, მარტო ისაც ჭამენ არაბები. არის ყველაფერი ტყუილია. თუ ადამიანს უყვას რაღაცა მის ტრადიციაში, რაც არის გინ საჭმელი, გინ და ნებისმიერ რაღაცა, რაც არ ეწინააღმდეგება ისლამს, ეს ჰალალია, პრობლემა მაგაში არ არის. ალლაჰ თქვენ ყველას ბარაკათი მოგცით.